გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლის წყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა. განყოფილება კახეთის რეგიონულ სამმართველოს დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის ფარგლებში დაემატა და სამინისტროსგან გადაეცა შენობა, რომელშიც გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები იმუშავებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედოფლის წყაროში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა. განყოფილების თანამშრომლები ამ მიმართულებებით პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ და სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ. ვიმყოფებით დედოფლის წყაროში, სადაც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს დაემატა ახალი განყოფილება. ჯამში ჩვენთვის პრიორიტეტული არის გარემოს ზედამხედველობის ინსპექტირება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ყველა რეგიონში ვცდილობთ, რომ წარმოდგენილი იყოს განყოფილებები, ჯგუფები, რომლებსაც ექნება შესაძლებლობა, რომ სრულად გადაფარონ და სრულფასოვნად იფუნქციონირონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის გამართული ინფრასტრუქტურა და დღევანდელი დღეც ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არის. ჯამში, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს სრულად კონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სრულად კონდეს სამუშაო პირობები უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ შეძლოს სრულფასოვნად თავისი ფუნქცია მოვალეობების შესრულება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოს დაემატა ახალი განყოფილება დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, რასაც სამინისტროს დახმარებით აუცილებლად შევძლებთ. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება უფრო უკანონო თევზჭერასთან და უკანონო ნადირობასთან ფაქტები, რომელსაც და ასევე არსებობს უკანონო ხე-ტყით სარგებლობაც, რომელსაც ყოველდღიურად ვებრძვით მკაცრად. მინისტრი მაქსიმალურ მხარდაჭერას დაგვპირდა, რაც თითოეულ ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.